ეხლა ყველამ გაიგოს თეატრალურში რა ხდება, ვინ არიან და სტუდენტები რეალურად რას გავდივართ და რატო გვჭირს დღევანდელ თაობას ყველას პანიკური შეტევა და რატო არის ნორმალიზებული ეს ყველაფერი. მე ვარ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ჯაფარიძე, ათ უკვე სტატუსი შეჩერებული, რადგან ვარ გაფიცული და არა სტატუსი შეწყვეტილი, რადგან ჩემ მეგობრებს შეუწყვეტ სტატუსი გუშინ. ჯერჯერობით მართალია ხელმოწერილი არ არის ეს საბუთი, მაგრამ ეთიკის საბჭომ აწარმოა ეს საქმე და მათ გარიცხვას აპირებენ უნივერსიტეტიდან. ყველა მიცის, რომ ჩვენი რექტორი აბსოლუტურად სხვაგან წყობით არის და სხვა პოზიციით მიმდინარე დღეებში. მაგრამ ზოგადად ძალიან პრობლემური იყო და ყოველთვის ირღვეოდა ჩვენი უფლება ამ შენობაში და არ გაგვაჩნდა ეს და ამაზე არასდროს არ გვისაუბრია. პირადად მეც, რაც ჩავაბარე, პროტესტი ალბათ ყველაზე მძაფრად მანდ ვისწავლე. მანდ დამემართა პირველი პანიკური შეტევაც, იმიტომ რომ აბსოლუტურად დარღვეული იყო ყველა ჩემი უფლება და ასევე ჩემი მეგობრების. რეალურად ესე განათლების ფასი, ანუ რაღაც დაკარგული იყო, იმიტომ რომ უფრო გადართული იყავი იმაზე, რომ რაღაც მოიპოვო, ვიღაცას რაღაც სიტყვა გამოძალო იმისთვის, რომ რამე ისწავლო და დანარჩენ ნაწილში უბრალოდ იმაში ხარ, რომ აი როგორ დაიცვა თავი, ან როგორ აირიდო რაღაც სტილს, რომელიც რაღაც აი სულ ვახასიათებს თეატრალური სტუდენტებს და ვინც მომისმენს, ყველა ანუ დაადასტურებს ამას. ეხლა მიმდინარე სიტუაციაში რაღაც მაინც მჯეროდა, რომ ლექტორები იქნებოდნენ ჩვენ გვერდზე, ესეთი მძაფრი სიტუაცია და ეს არ ეხება მხოლოდ სტუდენტს, ეხება რაღაც შენს ქვეყანას. ამ უნივერსიტეტში ყოველთვის ხდებოდა სტუდენტის რაღაც მომენტში შევიწროება და შევიწროება გულისხმობს ძალიან ბევრ რაღაცას. გამოქვეყნდა სია, ვინ იყო ეთიკის საბჭოში, ვინც ესე რომ თქვათ, გადაწყვიტა სტუდენტების გარიცხვა და ერთ-ერთი არის ჩემი რეჟისორი, ოსტატი, რომელიც მასწავლიდა და მე ვარ ყოფილი სტუდენტი და ახსნერათომაც ვარ ყოფილი, გიორგი სიხარულიძე, რომელთანაც მქონდა ესეთი რაღაც მყარი ურთიერთკავშირი, ძალიან დაახლოებული ადამიანი ვიყავი და მან როგორც ისე პროფესიულად მომცა ბევრი კარგი რაღაც და ესე რომ თქვათ პროფესიაში გამძარდა და შემიძლია რომ თქვა რომ მას გააჩნია ეს დადებითი ნიშან-თვისებები, მაგრამ ამის გარდა გასულ წელს იყო ესეთი რაღაც, რომ ჩემი საკურსოს მერე ხდებოდა ლევილის მამულში წასვლა. ეს იყო კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და უნდა გვეთამაშა იქ სპექტაკლი, უნდა გაგვიარე რეპეტიციები 3 კვირის მანძილზე. და ნუ ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ როცა უკვე ბილეთები იყო შეძენილი, მერე როცა რაღაც წასვლამდე 2 დღით ადრე, თუ 3 დღით ადრე, გავიგეთ რომ ჩვენი აღარ ვთამაშობთ რეპეტიციას და უკვე ბუნდოვანი ხდება იმ ნაწილში, რომ მაშინ რეპეტიციების გასავლელად რატომ მიდიხარ ლევილის მამულში, როცა შეიძლება რომ აქ გაიარო რეპეტიცია და სახელმწიფოს ფული არ დაიხარჯოს, რომელიც მოქალაქეების ფულია. რაღაც უბრალოდ გასტროლზე რა, რომელსაც დაუშვათ წერტილი არ გააჩნია იქ. მაგრამ ჩვენ წავედით, რეპეტიციებიც მართლა რო გითხრათ, სულ 4 ჯერ იყო ალბათ. რაც იქ ვიყავით და ასევე იქ როცა ჩავედით, გავიგეთ რომ 23-ში იყო 23 სექტემბერს იყო რუსული ჩექმის წინააღმდეგ დღე. რეალურად ხვდებოდი რომ სხვა იდეა ჩემთვის ესე, იმიტომ რომ ჩამოდიოდა თეატრალურკენ, ჩამოდიოდა დიტო სამხარეძე როგორც მახსოვს და მე მათგან აბსოლუტურად ღიად განდგომილი ვიყავი და ვაპროტესტებდი მათ მუდმივად და ეს იცოდა გიორგი მათ ანუ ამ ყველაფრის შესახებ. მაგრამ 23-ის წინა დღეს 22-ში რაღაც სიუჟეტი უნდა ჩაწერილიყო, რატომაც გადასდა რახან ტელევიზიები იყვნენ ჩამოსული მეორე დღისთვის, რომ ჩაბარების ჩაწერა ამ სპექტაკლის, რომელზეც ვითომ მუშაობდით, იმიტომ რომ რეალურად არ ანამუშავარი და ეს სპექტაკლი არსად არ არსებობს დღემდე და შემიძლია ყველა შეუძლია მოიწიოს, რომ არ არსებობს და ეს ფაქტი არის. და როდესაც ეს სიუჟეტზე იყო საუბარი, ვიცოდი რომ იქ გაჟღერდებოდა იმ სიუჟეტის, რომ მადლობა თეატრალურკიანს და მე მადლობას არ ვხდი თეატრალურკიანს და ყველამ უნდა იცოდეს ის, რომ როდესაც მოქალაქის ფულით ფინანსდება რაიმე, სამადლობელი არ გვაქვს არავისთან. შესაბამისად მე არ ვთვლიდი, რომ ვინმე სამადლობელი მქონდა და მით უმეტეს ან უარი მეთქვა იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროს დაფინანსება, იმიტომ რომ კულტურის სამინისტრო მე მექვემდებარება, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. მაგრამ რეალურად ფული გაიფლანგა, იმიტომ რომ არ გაკეთებულა პროექტი და ამ შემთხვევაში კი არასწორია აბსოლუტურად, მაგრამ მე ამ ყველაფერზე ინფორმირებული არ ყოფილვარ და რომ ყოფილიყავი, რა თქმა უნდა, მაგ ყველაფერს არ ვიზავდი საერთოდ და 22-ში როცა სიუჟეტი უნდა ჩაწერილიყო, მე დავიწყე საუბარი მასთან, რომ იცით, ბატონი გიორგი არ მინდა სიუჟეტში მონაწილეობა და მან თქვენ შეწყდა საუბარი და ეგრევე დამწყო ყვირილი და ეს ყვირილი მოისაზრებს დედის გინებას, საცემრად გამოწევას, რომ ის დამლეწავდა. არ ვიცი რამდენად სწორია, რომ სიტყვები ვიხმარო, რაც
თქვა, მაგრამ ესე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლო მის დასრულის იყო ამ გინების თავზე, რომ გააჯვი, თორე დაგლეწავ და საბოლოოდ მომიწია სახლიდან წასვლა იქიდან იმ დღეს და მე იმ დანარჩენი დღეების მანძილზე მასთან აღარ მქონია საერთოდ კომუნიკაცია და დღემდე არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ლექტორი, რომელიც მიყვარდა, რომელმაც მომცამ ბევრი რაღაც, მაგრამ რომელმაც ასევე გადაწონა აბსოლუტურად თავისი ამქმედებით ყველაფერი, რაც გაუკეთებია და არ ვთვლი, რომ საერთოდ ეს ადამიანი უნდა იყოს ლექტორი, იმიტომ რომ მოძალადე ხარ, როცა სტუდენტს აგინებ და შენ ემუქრები იმით, რომ ცემ და იწევ და ვინმე გაჩერებს, რო არ ცემო. და მით უმეტეს რომ ვიგებ ამ ყველაფერს, რომ ეთიკის საბჭოში არის გიორგი სიხარულიძე და ის საუბრობს ეთიკაზე და საუბრობს ჩემ მეგობრებზე, რომლებსაც გააჩნიათ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დღესდღეობით და ყველასთან შედარებით დიდი პასუხისმგებლობა, ის წვეთს მათ უნდა მიიღონ თუ არა განათლება თუ არა, აი რა უნდა ქნან საერთოდ და ეგა სამარცხინე და მგონია რომ ამ კონკრეტული მაგალითით ჩდება ძალიან ნაცვლად თუ თეატრალური რას წარმოადგენს, ვის ვიცავს და ასე შემდეგ და ამასთან ერთად მაგ кейსის მერე როცა გიორგი სიხარულიძემ დაუშვათ მაგინა და საცემრად იწევდა და ეს ყველაფერი რომ ჩამოვედი და ძალიან ემოციურად ვიყავი ცუდად და ფსიქოლოგიურად და დღემდე მაგიტო არ ვსაუბრობდი მაგ ყველაფერს და ეხაც იმიტომ გადამაწყვეტინა ამას საუბარი, რომ ეთიკის საბჭოში რომ გავიგე უკვე ბოლო წერტილი იყო, რომ ვინ საუბრობს საერთოდ ეთიკის საბჭოში, ანუ ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა და ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს ანუ რაღაც თქვა ყველაფერი რაც გვაწუხებს და მე დავიწყე უნივერსიტეტთან დავა იმაზე, რომ მე მასთან ვერ ვიქნებოდი როგორც სტუდენტი, რო დავუბრუნდი და მე მქონდა დიპლომი ასაღები და ეს ჩემი პრობლემა არ იყო, როცა ლექტორი მე მეგინებდა და მე არ ვარ ვალდებული, რომ მე ავხსნა რამე, იმიტომ რომ მე ვარ მსხვერპლი ამ შემთხვევაში. მაგრამ ესეც ვერ აღიქვას, 2 თვე მიწევდა ამ ყველაფერზე მუდმივად რაღაც კომუნიკაცია რო იქნება, ეს ხსნა და ბოლო გადაწყვეტილება რაც იყო დეკანისგან, იყო რომ მაინც გიორგი სიხარულიძესთან ერთი კადრი მაინც უნდა გადაიღოთ და მე სულიყავი და მეთამაშა მის სპექტაკლში, საიდანაც უკვე წამოსული ვიყავი. აქედან შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ თეატრალური რასაკეთებს, ვის აფარებს ხელს და ეს არ არის ერთადერთი ლექტორი თეატრალურში, რომელიც მსგავსი ქმედებით გამოირჩევა და კიდევ ბევრზე აქვთ ხელი დაფარებული აბსოლუტურად და ეხლა ყველამ გაიგოს თეატრალურში რა ხდება, ვინ არიან და სტუდენტები რეალურად რას გავდივართ და რატო გვჭირს დღევანდელ თაობას ყველას პანიკური შეტევა და რატო არის ნორმალიზებული ეს ყველაფერი. სისტემას გააჩნია თავის პატარა სისტემები და ეს კერები არის ერთ-ერთი პატარა სისტემები, საგამართლებლო დაწესებულებები. და რაც ეხლა ხდება, ეს არის აბსოლუტურად რაღაც სისტემისგან ჩანერგილი ტიპები, რომლებიც ანხორციელებენ რაღაც დავალებებს, რომლებიც აზიანებს იმ თავარს, რისთვისაც ვიბრძვით, რომ არ დავკარგოთ. და ჩვენ სტუდენტები ვართ, როგორ თქვა, რაღაც შუაში მყოფი ადამიანები, რომლებიც აი ამ რაღაც ბრძოლაში ვართ და სამწუხაროდ აი არც ის გვაქვს, რომ რაღაც გაჩერდნენ, ვერ გაჩერდები ვერანაირად, იმიტომ რომ ამდენი ხანია იბრძვი ამ ყველაფრისთვის და მართლა საქართველოს რო იბადები და რაღაც იზრდები, ანუ პროტესტისთვის გავიზარდეთ თითქოს რა, იმიტომ რომ მაგას თოგვაგონებდნენ მუდმივად და რომელ კურსზე უნდა იყო ახლა? მე ვარ მე-4 კურსზე და უნდა ვამთავრებდა უკვე. თეატრალურში ვაბარებდი 3 წელი და მე-3 წელს მოვხვდი თეატრალურში და ალბათ მაგით მარტივად იხსნება ის ყველაფერი, რამდენად მინდოდა რომ ყოფილიყავი მსახიობი და ახლა ვარ უკვე მე-4 კურსზე და სამწუხაროდ დიპლომს ვერ ვიღებ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ დიპლომს ძალა აღარ აქვს რეალურად ამ ქვეყანაში, მაგრამ ანუ ამ ყველაფერს ძალიან ბევრი ვიბრძოლე, რომ ამისთვის მიმეღწია და საბოლოოდ როცა ამ ყველაფერს გიჩერებენ და იმის გამო რეალურად რომ მიზეზი არ არსებობს საერთოდ, რატო გიჩერებენ და შენ არანაირი დანაშაული არ მიგიწვის და ასე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ყოველთვის იყო, რომ სცენა არის პროტესტის ადგილი და სცენა არის, საიდანაც უნდა წამოჭრა პრობლემა და მოყურებელთან მიიტანო მიმდინარე რაღაც მოვლენებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მაინც, რომ ვიღაცას შენი საქმით დაეხმარო რა და მე მინდოდა რომ ეს ყველაფერი მესწავლა და მე მინდოდა რომ მესწავლა კი პროტესტიც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, რომ იყოს აქტიური ამ ყველაფერში და საზოგადოებისთვის აი სცენა იყოს სწორად გამოყენებული და არ უნდა იყოს ის, რომ უბრალოდ სცენაზე ვდგავ რაღაც ამაღლებულ ადგილას, ან უნდა იყოს თანაბარი, რომელიც უბრალოდ რაღაც აჩვენებს საშუალებას, რომ როგორ შეიძლება გააზიარო ეს პრობლემა და დაეხმარო მაგით ვიღაც სხვა ადამიანს და მე ეს არ მისწავლია, ანუ პირიქით, უფრო გაკომპლექსებენ და საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებთ რაღაც სამართლიანობისთვის რაღაცებს, გინდათ ქვეყნის ბედს, ესე რომ ვთქვათ, მათ იმის მიუხედავად რაღაც გვერდში დაგვიდგან, პირიქით, ანუ რიცხავენ სტუდენტებს და სტატუსს გვიჩერებენ.
როცა აბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში, ყველა რაღაც მომენტში ვკითხულობთ ერთმანეთში მსახიობებთან ან რეჟისორებთან, რომ რამდენად ღირს ჩაბარება და შემდეგ ყველა გვეუბნება, რომ არ გინდა ჩაბარება. ეს არის მუდმივი ფრაზა, აი ძველი თაობიდან მოყოლებული დღემდე და მეც ამას მეუბნებოდნენ და კი ვიცი სიტუაცია რაც არის, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში შემიძლია ვთქვა, რომ არაფრად არ ღირს ამ შენობაში ჩაბარება ან რაიმე განათლების მიღება, იმის მხრივ რომ არიან მან რა თქმა უნდა ღირსეული ლექტორები, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ და გვერდში დავდგომიან, მაგრამ ეგ არ წონის იმ ყველაფერს, რომ შენ ვერ მიიღებ სრულფასოვან განათლებას და ამაზე თავი გავანებოთ, სისტემა ყარს და მართლა ყარს, ანუ აი ძალიან ძაფრად ეხლა ყველაზე მეტად და როგორც რაღაც მთლიანი სახელმწიფო არის აი ამ კრალ სიტუაციაში, აი ეს პატარა სისტემა და როცა დაქვემდებარებულია მით უმეტეს და მასთან მიმული მათ გადაწყვეტილებებთან, მით უმეტეს შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ, რომ არ უნდა ჩააბაროთ ნამდვილად თეატრალურ უნივერსიტეტში და უნდა ეძიოთ გზა რაღაც სხვა, რომ როგორღაც მიიღოთ სხვანაირად სამსახიობო განათლება.